შემდეგი არის სასწორი. Ну, სასწორის ვენერად შვილია, რა თქმა უნდა, სასწორიც ისევე როგორც ყურო ვენერას შვილები არიან ისინი, ხო და ვენერა არის სიყვარული. და სასწორი არის ყველაზე პარტნიორული ნიშანი საერთოდ. ანუ სასწორისთვის პარტნიორული ურთიერთობა არის ჰაერივით მნიშვნელოვანი. აი, ყოველთვის შინაგანად ეძებენ პარტნიორს თუ არ ყავს და თუ ყავს პარტნიორი, აი მაქსიმალურად გადაერთვებიან ხოლმე მასზე, რომ აი მას რა უნდა, მას რა მოწონს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არის ნიშანი, რომელიც სარკისებრია, ასე ვთქვათ. ანუ აირეკლავს პარტნიორის ხასიათს, მის მოთხოვნილებებს, მაგრამ აქ პრობლემა რაშია, რომ შეიძლება თავისი ინდივიდუალიზმი და თავი დაკარგოს, იმდენად შევიდეს, ესე იგი ამ პარტნიორის მოთხოვნილებებში და ამიტომ ყველა სასწორს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ბალანსი დავიჭიროთ, ხო? ანუ ყველა სასწორისთვის კარგულად მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი დაიცვას. ანუ კი, რა თქმა უნდა, ვარ ურთიერთობაში და უნდა გავითვალისწინოს სხვისი აზრი, მაგრამ ჩემი აზრიც ხო არ იკარგება აქ სადღაც, ხო? ამიტომ ეს ბალანსი დავიჭიროთ და ყველაზე მეტად აი მზრუნველი, რომანტიული და დიპლომატიურია ნამდვილად სასწორი და ესთეტი. უყვარს სილამაზე და რაღაცას თუ გაჩვქებთ, ლამაზი საჩუქარი იქნება აუცილებლად და საკმაოდ გალანტურები არიან სასწორების სიყვარულში ნამდვილად.